სამტრედია გრიგოლეთის გზაზე ისევ პრობლემებია. გაირკვა, რომ გზის ერთ-ერთი უბანი ვერც აპრილში გაიხსნება. ჩინურმა კომპანიამ ხიდი, რომელსაც აშენებდა, ახლა უნდა დაანგრიოს და თავიდან ააგოს. ჩინელები ახალი კონტრაქტორები არიან, ისინი მას შემდეგ შეარჩიეს, რაც იქამდე სამუშაოს აზერბაიჯანული კომპანია ჩამოსცილდა. გრიგოლეთის სამტრედიის გზა წლების წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პროექტი მთლიანად დღემდე ვერ დამთავრდა. ხარჯი კი გასამაგდა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ წლამდე ვერ შევა ექსპლუატაციაში 2022 წელს რიონზე ჩანგრეული ახალაშენებული ხიდიც. ავტობანის სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთის გახსნა ისევ გადაიდო. ირკვევა, რომ ჩინური კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაო ხარვეზიანია. ამიტომ ახლა კონკრეტულ მონაკვეთზე ერთ-ერთი ხიდი უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს. არადა ინფრასტრუქტურის სამინისტრო გზის ამ მონაკვეთის გახსნას მიმდინარე თვეში გეგმავდა. კი, დაგეგმილი ნამდვილად ესე იყო, რომ აპრილის თვეში უნდა გახსნილიყო ეს გზა, თუმცა ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები ერთ-ერთ კონკრეტულ ხელოვნურ ნაგებობასთან დაკავშირებით და ხდება ამ კონტრაქტორს დავავალდებულეთ, რომ მოეხდინა დემონტაჟი ამ ნაგებობის და ხელახლა მისი მშენებლობა და რა თქმა უნდა ვადამ გადაიწია. ნებისმიერ ესეთ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენთვის მთავარი ამოცანა ამოსავალი წერტილი არის სწრაფად განვახორციელოთ პროექტები, მაგრამ ეს სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე. ეს ერთადერთი ბარიერი არ არის ავტობანის გურიის მონაკვეთზე. წელსაც არ დასრულდება ხიდი რიონზე, რომელიც 4 წლის წინ დაინგრა. ის სულ რამდენიმე დღის გახსნილი იყო, როცა ერთ-ერთი ბურჯი ჩამოინგრა. ამ დროს გზაზე მიმავალი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი კი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ოცნების ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამ ხიდის დასრულებაც მომავალი წლისთვის გადადო. ყველა მიცის სამტრედიის ხიდის მონაკვეთს აქ სიტუაცია მდგომარეობა უпроსორად ცოტა უფრო რთულად არის, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და სამწუხაროდ წელს სამტრედიის ხიდის მონაკვეთის გახსნა ვერ მოხერხდება. ქართული ოცნება ავტობანის სამტრედია გრიგოლეთის 52 კილომეტრიან მონაკვეთს 12 წელია აშენებს. გეგმით 2016-18 წლებში ეტაპობრივად უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. კონტრაქტორი კომპანიები კი პროექტზე წლების განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის მკვლევრებმა გზის ამ მონაკვეთზე ფულის ფლანგვის შესახებ არაერთხელ ატეხეს განგაში, პროკურატურა მხოლოდ ხიდის ჩამონგრევიდან 3 წლის შემდეგ ამოქმედდა. სამართალდამცველებმა მთელი სქემა გამოავლინეს, რომელშიც გზების დეპარტამენტთან ერთად ჩართული იყო კონტრაქტორი აზერბაიჯანული კომპანია და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია, რომელსაც სამუშაოების ხარისხი უნდა შეემოწმებინა. გაირკვა ისიც, რომ ზედამხედველი დასკვნებს ისე გასცემდა, ხიდი თვალითაც არ ჰქონდა ნანახი. დააკავეს გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მინისტრ ქარსელაძისთვის კი პასუხი არავის მოუთხოვია, რომელიც ხიდის დანგრევას ადიდებულ რიონს აბრალებდა. ეს აჩვენებს ზოგადად ქართული ოცნების რაღაცა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხს, თუ როგორ არჩევენ ისინი კომპანიებს, როგორ აშენდა აქამდე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების და როგორი არასანდოარი რეალურად ის აშენებული პროექტები, რომელიც ქართული ოცნების პირობებში გახორციელდა. ისიც საგულისხმოვარი, რომ ირაკლი ქარსელაძე იყო მინისტრი, როცა გაუფორმდა ამ კომპანიას ხელშეკრულება, თუმცა როგორც ჩანს გამოძიებას მასთან შეკითხვები არ აქვს, იმიტომ რომ ალბათ პოლიტიკურად ასე გადაწყდა და არა იმიტომ, რომ ის დამნაშავე არ არის ამ ყველაფერში. წლების განმავლობაში გამოჩენილმა უპასუხისმგებლობამ ქვეყანას ასეულობით მილიონი ლარი დააკარგვინა. გზა, რომელშიც ბიუჯეტს 300 მილიონამდე უნდა გადაეხადა, ახლა მილიარდზე მეტი ჯდება. ამ თანხაში შედის დანგრეული ხიდის 16 მილიონიანი ზარალი და ნგრევის მიზეზის ექსპერტიზაც, რაც მოქალაქეებს კიდევ 3 მილიონი დაუჯდათ. ახლა კი ირკვევა, რომ ახალი კონტრაქტორი ჩინური კომპანიაც ხარვეზებით მუშაობს. იმდენად არის ჩამოშლილი ზოგადად ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომ ვინც არ უნდა შეიცვალოს, ვინც არ უნდა მოვიდეს თანამდებობაზე, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და ვერ შეასრულებს ვერაფერს, სანამ სისტემა არ იქნება გამართული. სანამ სისტემაში არის კორუფცია, მანამდე ვერაფერი ვერ შეიცვლება. ქვეყანას, რომელსაც ასე ვთქვათ, პრიორიტეტი აქვს ზღვაზე, ასე ვთქვათ, გასასვლელი და უნდა იყოს აბრეშუმის გზა, ზღვასთან არ აქვს უმოკლესი გზა. უსასრულო მშენებლობის ქრონიკა ოცნების მმართველობის ლამის მთელ პერიოდს გასდევს. წყალში გადაყრილი საბიუჯეტო თანხების გარდა ზარალდება ქვეყნის ეკონომიკაც, რომელიც უკვე წლებია სასიცოცხლოდ აუცილებელი სრულყოფილი მაგისტრალის გარეშე რჩება.